ფესტივალში ერთად გავატარებთ. აი ასეთ ზღაპრულ ადგილას. ზღაპრულ ადგილას ამ ფესტივალზე მოგიყვებით რა ხდება, რა მოხდება ამ ფესტივალზე 2 დღის განმავლობაში. ვეცდებით რომ მოგიყვეთ ის რაც არ ჩანს ხოლმე. კი ბატონო. შევიპაროთ ბექსტეიჯებში, გავესაუბროთ მუსიკოსებს, ორგანიზატორებს ყველას. ყველას ხალხს, ორგანიზატორ მუსიკოსებს, ყველას ვეცდებით რომ განახოთ და რა თემა ავირჩიეთ? ყველაზე მთავარი ალბათ, არა მარტო ამ ფესტივალზე და ზოგადად მუსიკასთან მიმართებაში თავისუფლება. თვითონ ოპენი არის სლოგანიც ეგ არის Music Breaks Free, მუსიკა ათავისუფლებს და ვნახავთ როგორ გაათავისუფლა ოპენიარმა და მუსიკამ ქართული საზოგადოება, ქართველი მსმენელები ბოლო 15 წლის განმავლობაში. მე ვარ ჟურნალისტი მაკანციძე. მე ვარ მუსიკოსი მებონო ცუბიძე, პროექტი 64. ერთი არის. სუმიდა რაღაცა ის კონდეს რა ქვია რამე განსაკუთრებული ჩავიცვან და ეხლა ვერაფერი და იქ ვნახე რაღაც საინტერესო ქუდები. ხო, აბა. მე მინდა რომ ეგ ქუდი დავიხურო, შენ თუ წინამდე არ იქნები. არა, რასა. იმედია მომიხდება, ცოტა დიდი თავი მაქვს და იმედია ჩამეტევა. დიდი თავი, დიდი ქუდი. კარგი ხარ მებო. მუნცა სარკიში ჩავიხე. არ მოგს დიდი თავი, ძალიან დიდი მადლობა. ჩემ პატარა მებოს უხარია, რომელსაც ეხუმრებოდნენ. შიგნით რა ეს თავზე მაგდრება. ხო, ეს და ხო, მე მგონი მე მზად ვარ რომ 2 დღე გავატარო ოპენიარ. მეც მზად ვარ, რაღაცა. მე ვიყავი ნიუკამერების შერჩევის აი ამ იმაზე. ხო, ბოლო იმაზე, ხო უკვე? ხო, ბოლო ეტაპზე, როდესაც იყო შერჩეული 10 ჯგუფი და გაიმარჯვა OCP. ისეთი შთაბეჭდილება მოახდინეს ამ ბიჭებმა ჩემზე. აი, არ ვიცი, მე ძალიან ველოდები დღეს 5-ზე თუ 6-ის ნახევარზე გამოვლენ სცენაზე და მე იმედი მაქვს, რომ ზუსტად იგივე განწყობით, ესე იგი, მე მგონი გაორმაგებული ექნება თან გაათმაგებული, იმიტომ რომ წარმოიდგინე და ამხელა სცენაზე რო გამოვიდა. ემზადებოდნენ, გაიარეს ბევრი, იმიტომ ძალიან კარგი ამბავია ეგ newcomers. ბევრი მე მგონია ხოლმე რომ სათანადოდ არ ვსაუბრობთ newcomers-ის მნიშვნელობაზე. იმიტომ რომ კონდეს პლატფორმა, სადაც შეგიძლია მიხვიდე, როცა ხარ ახალგაზრდა მუსიკოსი. მე ხა გამიმართლა და 2014 წელს პირდაპირ დავუკარი ოპენიარზე. ხო, ეს მოინტერესებდა, შენ არ იყავი? აი newcomers-ი არ ვიყო, მაშინ არც იყო newcomers. მაშინ იყო რომ პოპულარული ვინც გახდებოდა, რომელი ბენდიც იმ პერიოდში ბევრი მსმენელი გამოუჩნდებოდა, რაღაც ახალ ჰიტს დაწერდა და უბრალოდ მაშინ ვეთხოვდა მე რომ გავაკეთეთ Bear Fox-ი, ჩვენი ბენდი, სადაც ვეთხოვ იყო დათვი და მე მელა მიხვდები ალბათ რომ მე პატარა და ვეთხოვ ჯერზე დიდი. ხო და ჩემთვის იყო ეგ სრული სიგიჟე, იმიტომ რომ მე მართლა მეგონა რომ რაღაცა მოხდებოდა, ანუ რო დავუკრავდი მეორე დღეს მეგონა რომ აი არ ვიცი. და ერთ-ერთი მან გაიხვიძებ ხო ცნობილი როკ მუსიკოსი. კი, ზუსტად როკსტარი ვიქნები და არა, ეგრე იყო, მაგრამ პასუხისმგებლობაც მოვიმედა, რომ მივხვდი რომ ეხა უფრო მეტი რამე უნდა მეკეთებინა. აქედან როგორია ნახე. აქ არ დამიკრავს. ანუ აქ რაც სტარდებოდნენ, არა, მე ზღვაზე დავუკარი თბილისის და 14-ში აქ იყო, მაგრამ ცოტა სხვანაირად გამგონი სცენა, აღარ მახსოვს რა. ნახე, რამდენი რაღაც ხდება და რამდენი ადამიანია სიამოვნებაში. მე სულ ეგ მაინტერესებს ხოლმე რომ ხშირად აი ფესტივალზე რომ მოდიხარ, ან სადმე კონცერტზე რომ მიდიხარ, ვერ ანუ შენთვის თითქოს აი ის 5 ადამიანი არის, ვინც გამოდის. და შენ ვერ ხედავ რომ აი უკან ძალიან დიდი ამბები ხდება რა, რომ აი აქ თითოეული ადამიანი აი კონკრეტულ ღილაკს თუ კონკრეტულ მომენტში არ დააწვა, არაფერი არ იქნება რა. აი ნახე, აი დანიშნულია ყველაფერი, სად რა. აი ნახე, არტისტების მიხედვით არის, აი ეს არის JJ Johansson. JJ დაწერია Drum Riser. ამ უნდა დაიდგას, ანუ ყველაფერი, ანუ აი keyboard. ხო, რამხელა აქ მოკუმოკუს ბასი. აქ იდგება ბას კომბი, ანუ ამპეგის, ანუ ყველაფერი არის დეტალებში გაწვილი. ნებისმიერი კონცერტის, ფესტივალის უკან დგას უამრავი ადამიანი, რომელიც აკეთებს ამ საქმეს, რომელიც არ ჩანს, მაგრამ მათ გარეშე ეს წარმოუდგენელია და დიდი მადლობა მათ. კი, უჩინარ გმირებს, რომლებიც არ ჩანან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან ამებს აკეთებენ რა. მოდი იქითაც ცოტა შეგვიშვები, ვნახოთ რა ხდება. ისე კაი არის სცენაზე რომ და რო უყურებ და ეს სავსე რო არის ხალხი და ეს ნარკოტიკია, იცი? დამოკიდებულებას იწვევს, იმიტომ რომ რაც უფრო დიდ აუდიტორიასთან უკრავ და მღერი, მერე გაქვს ეგ ის რომ იმაზე ნაკლები აღარ დაკმაყოფილებს რა. აი ეგ ძალიან საშიში რაღაც არის, იმიტომ რომ აი
მე რომ მქონია კონცერტი, სადაც ბევრი ადამიანი მოსულა, მე დავუშვათ თუ რაღაც ბუნებრივია ხო არტისტები ერთ მომენტში უფრო პოპულარობენ ვიდრე მეოთხეს და ეგ გაქვს თავში ვაიმე იქ რა კარგი იყო კიდე ეგეთ ისე და აი აქ რო უკრავ და მახსოვს 2000 რომელ წელს არ დედეტე რო იყო რომელ წელი იყო არ მახსოვს 13 ალბათ 12-თან და ლაუდსპიკერსი უკრავ და ჩემი მეგობრები არიან და დედეტეს დღეს უკრავდნენ და ძალიან ბევრი ხალხი იყო არც კი ვიცი საერთოდ მაგდენი ხალხი მერე თუ იყო ოფენიაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და ეგ ვიდეო ძდევს და მე ლევანი მიყვებოდა ლაუდსპიკერსის, რომ აი რა როგორი შეგრძნება იყო, რომ თან ღამე აი ეს ტელეფონები განათებული რავი რამდენი ადამიანი რა და ადრენალინი და ნუ მიჩვევა ის Bravo. Baxol, გამართლეს ნიუკამერა. გამართლეს. მეგონი ერთ-ერთი საუკეთესო ლაივია ამ ფესტივალზე, რა. მართლა არ ვადაო, ნახოთ, იმიტომ ეს რო დადეთ ეხლა OCD. Bravo. ის დავჩაგე არ მოვის დრამერი როგორი ტიპი იყო ესე გიჩდა რა მახსოვს იცი რატომ ხო იმიტომ რომ ეს არის პერიოდი ისე უქონეც განაცხადი როდესაც ჩვენი მთელი ქვეყანა როგორც ეხლა გვინდა შინაც რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენ ბუნებრივ გარემოში უნდა დავბრუნდეთ და ვიყოთ თავისუფლად ვიყოთ არა ამ შემთხვევაში იგულისხმება ის რომ არა პოსტსაბჭოთა მე დასავლეთი ევროპა ვისთვისაც ხო რა და ამ შემთხვევაში ის რომ ჩვეულებრივი ამ თან მაშინ ცოტა არაჩვეულებრივი ცხოვრება იყო რომ აქ სულ მეორე ხარ კიდე უნდა თქო მაგაზე კარგად ვერ გამოხდა რომ იურმალას ელოდებოდნენ ხო ვინ ანუ ეგ იყო განხილვის საგანი თუ ეხავს უნდა გქონდეს ესეთი ფესტივალი და არა მარტო ერთი ბევრი სხვადასხვა რაღაც მას მე მართლა ბევრი რამე მოხდა საკლუბო და საფესტივალო ცხოვრებაში რომ არტისტები ან სხვადასხვა ყველანაირი კლასის განიხილავდნენ ანუ თავის გეგმებში ჰქონდეთ ისევე როგორც აი სტამბული აქვს თბილისში ხო რა ტურს რო გეგმავენ თბილისით ჩასვან კალენდარში დაუცნობა რა ეს ძალიან დიდი მოვლენა იყო რა და შესაბამისად ის რომ მოვედით იქამდე სადაც რაც ყველაზე მთავარია რომ რამოდენიმე სცენაა, ბევრი სცენებია, ბევრი სხვადასხვა ჟანრია მუსიკალური, ბევრი სხვადასხვანაირი ადამიანი, სხვადასხვა ტიპის გემოვნების, ასაკის, ჩაცმულობის, თავის სექსუალური ორიენტაციის თუ ნებისმიერი გაგების, რომლებიც მოდიან აქ, რომლებიც უსმენენ სხვადასხვა მუსიკას კიდევ თქვი და ერთმანეთი აინტერესებთ, მიდიან უყურებენ აბა იქ ხდება შენ როგორი ერთმანეთისგან განსხვავებულობა ამათ არ აწუხ. თან ხო ის ხო არ აწუხ. არანაირად. და ერთმანეთი აინტერესებთ და უბრალოდ თანაცხოვრობენ არიან შესანიშნავად ხო და რა ვიცი. მადლობა, მხოლოდ მადლობა. წარმატება. Music breaks. როგორც მუსიკოსი მადლობა, როგორც მსმენელი მადლობა, რა ყველა მხრივ მადლობა. და სხვა შორის ეს სცენი ძალიან მომეწონა. მე 10 წლის წინ დავუკარი ბოლოს და ესე არ იყო ცალკე ეს ძალიან მომეწონა. არტისტების ნიუკამერა. ჩვენ კი ბატონო. შემდეგ წელიწადს აქტიურად დავიწყოთ აქტივობას და თქვენ გეკლებათ საერთოდ ჩემზეა დამოკიდებული, უნდა ვაკეთო მუსიკა ისე. მადლობა ძალიან დიდი და მადლობა. წარმატებები და კარგი ორი დღე. წარმატებას გისურვებ. Love you. აბა კარგად. Breaks free. ყველა არტისტის ტრეილერები. ნახე ნიუკამერები. OCD ხო? Bedford Falls-ი უკვე. Bedford Falls ფაქტობრივად კი. ხო, იმიტომ რომ Bedford Falls-იც ნიუკამერი იყო, არა? 16-ში. ხო. 10 წლის წინ და დღეს როგორ პოპულარულია. აი ეგეც რომ JJ Johansson-ი არ არის, ანუ headliner ქართველი არის Bedford Falls-ი და მე არის Slow Dive, აი იქ არის Slow Dive-ის. Slow Dive, ხო, თავარი headliner დღეს ეგ არის, კი. მაგრამ
Bedford Falls-ზე მე ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობრები არიან, ობიექტურად ძალიან მაგრები არიან და რეალურად იმდენი ხალხი დადის და ქართველმა მსმენელმა არ ვიცი ეს როგორ იყო 90-იანებში, 2000-იანებში, 2010-იანებში, მაგრამ ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო იზრდება, როგორც აი აცნობიერებენ ქართველი მსმენელებიც ახალი ალბომით არის, რომ მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული. რომ არტისტი ვერ იარსებებს თუ შენ არის მის კონცერტებზე, თუ არ გამოხატე რომ ფანი ხარ, იმიტომ ჩვენ მქონდა, ახლა მეც პატარა რო ვიყავი, ქუჩაში შეიძლება მუსიკოსი მეცნო, მაგრამ აი რაღაცა არ მივიდო. აი ამერიკელი რო ყოფილიყო მივიდო. ხო და რატო ანუ ლოკალ ადგილობრივი სტარი ყავს რა და მიდი დათოსთანაც გადაიღე ფოტო, რატო არ გინდა რა. ეს მე იცი რა, მე ყველაფერში საბჭოთა კავშირს ვადანაშაულებ და მე მგონია რომ აი ეს საბჭოთა მემკვიდრეობა, შებოჭილობა რაღაცა ცოტა უფრო და უფრო თავისუფალი ხდება. ხო, რომ გამოხატვაშიც გზუდავს, რომ აი არ მიხვიდე არ შეაცუხო და რაღაცა ამ დროს რა ვიცი, აგვიხარდება პირი. წელია მე ვარ ჟურნალისტი და აქედან 30 ვიყავი ნიუსპეპერში. ყველაზე მეტად იცი რა მეზიზებოდა? Vox Pops. ხო, ყველაზე მეტად. იმიტომ რომ აი ხო. აი ესე დადიხარ და ეხვეწები. მოდი მე შევეხოცები მაშინ შენ რო. არა, უნდა გავიხსენო ესე იგი ძველი დრო. აი მგოგოებთან მივიდეთ. პირველად ხარ ოფნერზე? მე კი. მარც? არა. ყველაზე მეტად რომელი დანამახსოვს აი რა სადაც. 2000 ახლა თუ წინა წლებში. არა, წინა წლებში. 2022-ში, როდესაც ვიყავი ჩემ მეგობრებთან ერთად, უწვიმა იყო. ყველას წვიმა ახსოვს. ყველას წვიმა open air-თან ასოცირდება. და ნუ ეგ დამახსოვრდა, იმიტომ რომ line-up-იც საკმაოდ ისეთი იყო ჩემთვის იმ დროისთვის რომანტიული. რომელი იყო ის არტისტი, რომლის გამოც რომანტიული იყო? Cigarette Outer Sexy. Molcha Doma. Alt J იყო მაგ წელს, ხო? სიგიჟე ძალიან მაგარია. და მოკლედ ეგ მახსოვს ესე ჩემ მეგობრებთან ერთად დავამახსოვრდა. თქვენ რა სელოდებით დღეს ყველაზე მეტად? ვის სელოდები და ვის სურვები და შეიძლება ვინმე სელოდები ვინც ისაა? დღეს უფრო მეტად არა, ხვალველოდები Molcha Domas მეც. თუმცა როგორც ასეთი გარემოს გამო უფრო ვარ მოსული და მეგობრების სანახავად რა თქმა უნდა. როდის იყავით პირველ წელს ოფენი? რომელი იყო პირველი ოფენი, რომელიც გახსოვს? Deep Purple. დინამოზე რო იყო, ხო? მაშინ ვიყავ პირველად. რომელი წელი იყო? 2012-13. ანადრე. რასთან ასოცირდება ყველაზე მეტად ჩემთვის ოფენი არის? ჩემთვის ყველაზე მეტად ოფენი არის ალბათ რავი აქაურობასთან ალბათ მაინც უფრო. იმას ვაფშე ვერ აღვიქავ როგორც ოფენი არის. მაგრამ ადგილზე არა, უფრო აი ემოცია, გრძნობა, რა გახსენდება პირველი ოფენი არსზე რო გეკითხები, ან რო გესაუბრები. პირველი მახსენდება. ტალა. შენ რა გახსენდება? მე პირველად ვარ სხვადასხვა წელს ოფენი არსზე. როგორ მოახერხე? რავი, არასდროს არ ამოსულა. აი დღეს აღმოჩნდა რომ ამოვყავი თავი არ. შენ წამოიყვანე? აქ შევხვდით ეს ერთმანეთს. ჯერჯერობით როგორი განწყობაა? ჯერჯერობით ოკეი, აი იმედი არ იცოდებს. იმედი არ იცოდებს. ეს არის ეს პაკეტში მოსდევს open airs, ანუ თბილისი open air it's raining, ანუ გუშინ ვფიქრობდი კაკრას რომ რა მაგარია, მე მგონი ხვალ არ იწვიმებს მეთქი და მე მგონი ეგ არ უნდა გაგეფიქრა. ვაფშე არ უნდა ვიფიქრა, ხო, აშკარად. ნანოპ წინა 14 გამაზულ ოფენი. აი დღეს მივხვდები ნანოპ თუ არა რა, ეხლა უნდა შევაფასო ჯერ. აი, ანუ შენ ვერ კითხავ პირველად ვის მოვსვინე ოფენი არსეო. თქვენც პირველად ხართ? მაგრამ არ მახსოვს პირველად ვის მოვსვინა. ძალიან დიდი ხანი გავიდა პირველად რო ვიყავი იმსვენა. მართლა არ მახსოვს რა. არა უშ. კარგ საღამოს გისურვებ და კარგ ოფენი არს. ყველაზე მნიშვნელოვანი რა შეცვალა შენი აზრით ოფენი არმა? არა მარტო მუსიკოსებისთვის, ზოგადად, თუნდაც ქვეყანაში. ნუ აი ახლა წარმოიდგინე წერო ვფიქრობდი ზუსტად რა რომ აი ეს თაობა საიდან მოდის რა? ხო და ნუ აქედან მოდის რა. მართალია. მაგაზე არ მიფიქრია არასდროს, მაგრამ აბსოლუტურად მართალი ხარ. ნუ აქედან მოდის რა. და აქ იზრდება ამ თავისუფლებაში, ამ ფერად ხალხში და თავისუფალ ხალხში. ის რაც ჩვენ გავიხსენეთ, იქ რო სიტყვაზე შოვლერთან ერთად ხო. რა ვიცი მე 9-8 წლის ასაკში მოდიოდა დღეს უკვე მეგობრებთან ერთად
კი. სხვანაირად ასე ვთქვათ, მორთულ მოკაზმულები მოდიან. კი. სამაგარია, როგორ გიხარია? მადლობა ძალიან. ხო და რამდენიმე კითხვაზე ხო არ გვიპასუხებ? 1-2 კითხვა. ოპნეაზე ესე. დავждეთ თუ ავდგეთ, როგორ გირჩევნია? რატომ მოდიხარ და? აუ რატომ მოვდივარ მე პირადად და აი ამ წელს განსაკუთრებით დიდად ვინ უკრავდა და ასე შემდეგ არ შემიხედავს რა იმიტომ რომ აი სიტუაცია აი რასაც ხედავთ ეხა გარშემო ეგ ასწორებს ყველაზე მეტად რა და აი რასაც ხედავთ გარშემო მაგის გამო მოვდივარ მე პირადად რა აი გელას ვეუბნებოდი ზუსტად რომ music breaks free ანუ რაღაცნაირად თავისუფლად გრძნობ თავს და ეგ გრძნობა არის ალბათ ყველაზე კარგი აი წელს იყო რომ აი line-up-ი არ მოგწონს და ვინ არიან ესენი და ანუ არ აქვს უფრო ერთი თუ არ ვიცი ვინ უკრავს მაგრამ სასია მოვიდა მართლა JJ იოჰანსონი არის იცი? ვა რა ანუ მე ძალიან მიყვარს ხო რატო? აია რა ანუ რა მნიშვნელობა მთელი მუღამი ეგ არის რომ გაზიარებაა და ერთად კარგი რაღაცების კეთება და დასვენება პლედზე წამოწოლა დაჯდომა და ასე შემდეგ ზუსტად ამასაი თანამოაზრე life that's I can reach and every highway not surrender I will Of course. Yes. Yeah, it's the camera. Yeah. focus are you with me Yes, absolutely. Yeah. Oh. Yeah. what do you want to know So you played many times in Georgia. Yeah. How does it feel to play on festival? No, it's great. Yeah, we've done it before, but not Yes. here. But it's amazing. I love it. It's a different thing for sure. Because especially having, let's say, I know that my message is usually a really private thing that I used to, an intimate thing that I almost try to do in as limited space as possible. But to perform it in a huge space, it's also something that. You know, it's not. It's liberating also for me. Even though I know most of my messages is really private, but I hope even when it's a huge audience that they take it intimate, that everybody listens and everybody takes it personal, because that's how it's meant to be. Yes, of course. Exactly. Because of my creativity and my interest in art and music, I needed to move away from home. I needed to move to the big city, and from the big city I needed to move abroad. And you know, the whole thing of breaking free and breaking out of your limited space to definitely to break free was for me totally important. I don't know exactly what they mean, but for me that's what I take. That's how I see it. And you know, art can heal. Art is, you know, poetry has healed me so much, and Does it still heal in this crazy absolutely, world? absolutely. JJ Johanssoni. Old school. კარგი კაცი ყოფილა. ძალიან მაგარი ესეთი არტისტი, რომელიც გამოდის open air-ზე და აი უზიარებს ხალხს იმ თავის როგორც სიჯონ ამბობს ინტიმურ ხელოვნებას, ძალიან მაგარი არა მე. მიუხედავად თემები, ხო, თემები მაქვს უფრო ისეთიო, რომელიც უფრო, იმიტომ ძირითადად როცა ჩამოდის თბილისში, პატარა აუდიტორიასთან აქვს კონცერტები, იმიტომ რომ მართლა შენთან უნდა მოვიდეს რა და აქ ეხა უფრო რთული ალბათ რომ ამდენი 1000 კაცთან მიხვიდე, მაგრამ მე მგონი ვიღაცებთან აუცილებლად მივიდოდა ახლოს რა. ახლოს ვინც იყოს თენასთან გასაკუთრებით. ამოვიჟებ ხოლმე რითი? ოღონდ აქ მარკერი ნახე okay. აი იმ ბიჭს აქვს მარკერი მგონი. Sorry. The last signature. If I can borrow, well, No. Okay. Yeah. No. Can you Five please? more. Thank you. Thank Thank you. you very Thank you. much. Have a nice Thank evening. you. გვაქვს არაჩვეულებრივი ფოტო პირველ რიგში. 64 და JJ კი, Johanssoni. ფოტო გვაქვს ძალიან კარგი და თან JJ-ის ხელმოწერი. Yes. ჩვენიერი მოგონებები გვაქვს უკვე ოფენეარი და. Rock and rolling. აი რა. ზნოფრო მე ხა ბევრი წლის წინ მაქვს დაგდაკრული, მაგრამ ყოველ წელს მოვდივარ და ყოველ წელს ვზნობ რომ კიდე უფრო შემდეგ
level-ზე, შემდეგ ეტაპზე გადადის ფესტივალი. წელსაც ამას გძობ, იმიტომ რომ ყველაფერი კიდევ უფრო კარგად ორგანიზებულია, არტისტებიც, ყველაფერიც, მოკლედ, ყველაფერი კიდევ უფრო კარგია და მხოლოდ ერთი სურვილი მისდება, რომ დავბრუნდე და დავუქრა open air-ზე. ეს არის ჩემი თავარი სურვილი, იმიტომ რომ მეგოს მეკითხებოდი როგორია, ახლა ალბათ გინდა დავბრუნდე. აი სცენაზე რო ვიყავ შეთერთად, მეთქი აი უნდა დავბრუნდე. შენას იტყვი. მე ჩემთვის აი ეს გარდა იმისა, რომ open air-ზე გამოდიან არაჩვეულებრივი მუსიკოსები, ის გარემო, რომელიც იქმნება აქ 2-3 რამდენიმე დღის განმავლობაში, არის priceless, რასაც ქვია რა. აი ის რის გამოც ხალხი იკრიბება, უზიარებს ერთმანეთს სიკეთეს, სიყვარულს, რა ვიცი, ის რაც მუსიკა როგორც გვაერთიანებს. და რაც გვაკლია რა, ყოველდღიურ ცხოვრებაში და კი, გადარეულ ცხოვრებაში. კი. აკა იმდენ ადამიანს ვესაუბრეთ, იმდენ რაღაც გავაკეთეთ, რომ მე მგონი ვერ მივხვდით, მაგრამ მე მგონი მოგშვიდა, ცოტა ენერგია გჭირდება და რა შეიძლება მოვიფიქროთ. აი ეს რაღაცა ჯანსაღისნიკები რო არის, ისე გვაგონსიჭებს. ხო, უცბად დრო შევჭამოთ, მაინც ძალიან ბევრი დრო რო არ დავკარგოთ, იმიტომ რომ ბევრი ხალხი გველოდება. მართალი ხარ. წამო. ხსმენია ამაზე? ჯამბო. არა, სხვათა შორის. თხილის მიქსები აქვს, ისეთი ჯანსაღი, სხვადასხვა გემოები. ხო. გინდა ლუთან, არც ისე ჯანსაღი. ბილი, მარილიანი, ალბათ ყველა. გამარჯობა, ჩვენ გადავწყვეტეთ გავსინჯოთ თქვენი ჯანსაღის სნეკები. ნახე რამდენი სახეობა არის. გავსინჯოთ? ხოჩოს გათამაშება გვაქვს? აბა როგორი? რომელი ფიცას გასინჯავ? გამოიცანით რომელია? გამოიცანით რომელ შეფუთვაშია? აჰა. ოპა. ეს არის ყურადღებით შეფუთვებს. ეს არის ბიბირიკი. ეს არის ეს. ნო. არა. მე გამოვიცანი, ხო? კაი, ეს ერთი გამოვიცა. მეორე შემიძლია გამოვიცოთ. აუ, ძალიან გემრიელია. აი, pistachio roasted salted. ეს. არა. ერთიც და გაქვს კიდევ ბოლო. მე გამოვიცანი, ხო იცი მაკა? ეგრე. ჩემი გამოვიცანი. რა საპარაკო, ბადვილი გქონდა შენ. თან ნახე ლუდისთვის არის. მოიწევხმით. აი ეს. რისი გემოქონდა რომ გასინჯეთ? წარე იყო. წარე უნდა იყოს, ესე იგი spicy, fantasy, roasted, salted. ბიბირიკი. ზეგი ვინ არ გაიყოლოთ. დიდი მადლობა. ფინაც, აბა რა, ბიბირიკი, ჯამბო, ხო? და კიდე კბილი ვარიანტიც გაქვთ რაღაცეები, ხო? ეს არის კარამელი მიქსი. ეს ცოტა ნანუ ქიშმიშები არის შიგნით და ცოტა დაბალანსებული არის. კიდევ გვაქვს შოკო მიქსი, უბრალოდ აქ არ გვაქვს, რადგან სიცხე იყო და ეს პატარა პაკეტში არ გააქვთ? ამდენი უნდა ვჭამო? გაუნაწილებ მეგობრებსაც, მაკა შენც გაგინაწილებ თუ გინდა? ხო, მადლობა. ნებო, გინაწილებ. დიდი მადლობა. აუცილებლად. აუცილებლად გავაზიარებ და ესე იგი არ დაგავიცეთ ჯამბოს. ჯანსაღი ზეკი ჯამბო. კი ბატონო. ვერ გამოვიცანი, მაგრამ მაინც. ძალიან ცხადია, კაია. მადლობა დიდი. მადლობა. არის ადამიანი, ვინც ერთ-ერთი ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და ყველაფერი რო საათივით არის აწყობილი ამ კაცის დამსახურება. ხო და ეხლა რა ხდება, რა პროცესია? მე კი დაახლოებით ხვდები, მაგრამ ხალხსაც რო უთხრა. Changeover-ი ინგლისურად, ქართულად არტისტის ერთი არტისტის სეტაპის და აპარატურის შეცვლა მეორეზე და მომზადება და ალბათ შედარებით მეტი დრო ჭირდება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გადის რა თქმა უნდა, ძალიან რთული და კომპლექსური სეტაპი არის ძალიან. მე მგონი 12 ადამიანამდე კი არა, მეტიც არის ჯამში. ამიტომ რთულია, რა თქმა უნდა, მაგრამ ვცდილობთ მაქსიმალურად. ან ცალკე ხო მოკუმოკუც ძალიან, ანუ ცალკეთ ძალიან მაგარი ბენდია ორივე, მოკუმოკუც და სკაზიც. და ეხლა ძალიან მინდა რომ ეხლა იქით წავიდე რომ მაგრად მაინტერესებს ამათი კოლაბი რა გამოვიდა. მაგრამ რასაც ვთქვი სიგიჟე იქნება.
სკაზი ქუთაისი მოკუმოკუ თბილისი. სკაზი და მოკუმოკუ რა კოლაბია? რა ბაზარია? გვიყვარსო ერთმანეთი. არა, ეგ სიმართლეა, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ვერ წარმოვიდგენდით, მე მგონი ჩვენ ყოველ შემთხვევაში და ბიჭებიც ალბათ ძალიან ასიც ვერასდროს რომ ეს ამბავი მოხდებოდა, მაგრამ ძალიან მაგარი გამოცდილება, იმიტომ რომ 11 ადამიანი ერთად ცოცხლად ასრულებს, 12 ადამიანი ერთად ცოცხლად ასრულებს. კი და გონია რომ ძალიან საინტერესოა. მოიცა, ანუ თუ სწორად მივხვდი, სკაზის და მოკუმოკუს ტრეკებს უკრავთ, ანუ ორივე ერთდროულად. ანუ სკაზი არის მოკუმოკუს ტრეკებში ჩართული და მოკუმოკუს სკაზის ტრეკებში. ოფიციალური როკ ფესტივალი, ისეთი დიდი როკ ფესტივალი საბჭოთა კავშირში ჩატარდა ქალაქ თბილისში. თბილისში. ო! თელ საბჭოთა კავშირში პირველი საბჭოთა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ტარდებოდა რაღაცა პატარ-პატარა როკ ესე ვთქვათ კონცერტები და რაღაც. ხო, ეხლა საბჭოთა კავშირში როგორ იყო ხალხი იკრიბებოდა ის რასაც კვარტირნიკები ერქვა, ხო, აი ბინებში იკრიბებოდნენ, უსმენდნენ, უკრავდნენ 2-3 ჯგუფი. მაგრამ ეს იყო აი პირველი ოფიციალური დიდი 1980 წლის ივნისში. 2 წლით ადრე საბჭოთა კავშირია ისეთი თან. ხო, თან საბჭოთა კავშირია. არა, ჯერ ნუ აი უკვე 11 წელი დარჩა, მაგრამ ხო. ხო, სულ რაღაცა 11 წელი. და 2 წლით ადრე თბილისში ჩატარდა ჯაზ ფესტივალი, რომელმაც წარმოუდგენელი რეზონანსი ჰქონდა ამ ჯაზ ფესტივალს. დაიბეჭდა საბჭოთა პრესაში, ძალიან კარგი სტატიები და მოკლედ გძლად რო არ მოყვე, როგორ და რა. გადაწყვიტეს რომ თბილისში გააკეთონ როკ ფესტივალი, მაგრამ ეხლა საბჭოთა კავშირში როკ ფესტივალს ხარ დაარქმევს, რა დაარქვეს? გაზაფხულის რიტმები. გაზაფხულის რიტმები. გაზაფხულის რიტმები 1980. ანუ რა მუსიკა ჟღერს არ ამბობენ. გაზაფხულის რიტმები. და მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოვიდნენ ჯგუფები, როკ ჯგუფები. სხვადასხვა რუსეთიდანაც ალბათ და რუსეთიდან, უკრაინიდან, ბალტიისპირეთიდან, იმიტომ რომ ბალტიისპირეთში მაინც უფრო იყო ეს კულტურა როკ მუსიკის ევროპისკენ უფრო ახლოს იყვნენ ევროპაში. მაგრამ სხვათა შორის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მაშინ მაყურებელზე და მსმენელზე მოახდინა თურქმენულმა ჯგუფმა
დუნეშმა. დუნეში. წარმოუდგენლად საინტერესო და ნიჭიერი დრამერი ყავდათ. აი არის ჩანაწერები ალბათ მაგარი. არის ჩანაწერები ამ ფესტივალის. მე მახსოვს, იმიტომ რომ დეიდა ჩემს დავყავდი, ეს ტარდებოდა ფილარმონიაში 8 დღის განმავლობაში. 8 დღიანი ფესტივალი. 8 დღიანი წარმოიდგინე. Open air-ს არ გონია 8 დღე. 8 დღე, მაგრამ იყო კონკურსივით, იყო ჟური. ესმის და მაგანაც ალბათ შეფუთა ის ამბავი რომ ხო. ესე იგი, რაღაცა აფასებდნენ როგორ და რა. მოსკოვიდან იყვნენ, ნუ მაშინ უკვე არსებული აკვარიუმი. ბეგე, ხელა ბენდებიც იყვნენ რა, ანუ. მაშინა времени, звуки му და звуки муს ბასისტი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი, ერთ-ერთი აი ეს იდეა ამ ფესტივალის მასაც ეკუთვნოდა. მოკლედ იქ ძალიან საინტერესო ამბები ხდება. ჯერ ეს თვითონ ფაქტი, რომ ეს ამბავი მოხდა თბილისში, ხო, წარმოუდგენელი იყო. 80 წელს. თან თბილისი იმ დღეებში, აი 8 დღის განმავლობაში გუგუნები. საქართველოს ხო იცი? როგორც კი დამთავრდებოდა კონცერტი, ეს მუსიკოსები ხან ვის მიყავდა, სახლში, სუფრები, ისა, ესა, მოკლედ ძალიან საინტერესო პირველი როკ ფესტივალი. პირველი ადგილი მაშინ აიღო მაშინა времени, მაკარევიჩმა. კი. მაგრამ იქ ინციდენტებიც იყო, ერთ-ერთი ჯგუფის გამოსვლის დროს რაღაცა მოხდა ჩხუბი დარბაზში, მთელი ამბავი და ყველაზე ხალხში მოხდა, ეთქობა რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა ამბავი მოხდა, მაგრამ კიდე ისეთი, ნუ არც ის სასიამოვნო ინციდენტი იყო, როდესაც სცენაზე, ფილარმონიის სცენაზე გამოვიდა ჯგუფი აკვარიუმი. ბეგე, რებეშიკოვი, მისი ჩვეული თავისუფლებით რაღაცა მოძრაობებს აკეთებდა, ეს ჩათვალეს, რომ არ არის მაინც და მაინც მისაღები. რებეშიკოვი, ხო, მოძრაობას გააკეთებდა. აი რაღაცა როგორც რაღაცა იქ დაინახეს, რომ რაღაცა სექსისტი. ზედმეტად თავისუფალი მოძრაობა ის. რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. მუსიკისთვის, მუსიკა თავისუფლებს. ან თავისუფლდა გრებეშიკოვი, მაგრამ სამწუხაროდ აკვარიუმი გააგდეს. დისკვალიფიკაცია მიიღეს. შემდეგ რაღაცა პრობლემები. ანუ რაღაც კონტროლი მაინც იყო ესე იგი, რაღაც დოზით იყო რა. მებო, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ ფესტივალის, გარდა იმისა, რომ იყო ფილარმონია, იყო საქართველოს კომკავშირი. გაიგე, გესმიშენეზე, კომკავშირი და ეხა რაღაცები ხო ხდებოდა რა, მონანიება რო გადაიღეს და ხო, ეს უკვე მერე ხო, მესმის ხო და ის სულ მალე, სულ რაღაც 5 წელიწადში საბჭოთა კავშირში დაიწყება პერესტროიკა და მერე კიდე 6 წელიწადში დაინგრევა ამხელა. მაგრამ შენ მაგ ფესტივალზე არ იყავი თუ? მე ვიყავი, მე დავყავდი დეიდაჩემს ჯაზ ფესტივალზეც. ჯაზ ფესტივალზე 78-ში? 78-ში მე მაშინ ვიყავი 8 წლის. ხო. და დეიდაჩევის მეგობარი იყო ესეთი ჟენია მაჭავარიანი, ევგენი მაჭავარიანი, მუსიკაში ცოდნე, მე გადაცემაც ჰქონდა პირველ არხზე, ჯაზზე. არაჩვეულებრივი ადამიანი და ნუ აი დეიდაჩემ თავის მეგობრებთან ერთად და მეც ესე იგი მივყავდი და აი არ მახსოვს ზუსტად რა როგორ ხდებოდა, მაგრამ აი ეს განწყობა, ეს რაღაცა გარკვეული თავისუფლება, რომელიც იმ დღეებში ტრიალებდა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, აი ეს განცდა დღემდე მახსოვს. შეგიძლია ეხა რო დაფიქრდე. არ ვიცი ამაზე გიფიქრია თუ არა. რომ აი ეგ ხალხი ვინც მაშინ ამ ფესტივალებზე მიხვედით, თუნდაც ჯაზ ფესტივალზე და მე 80-ში როკ ფესტივალზე. რეალურად არის ის ხალხი, ვინც დღესაც აქ დადის, ანუ გულისხმობ რაღაცა ერთი ხალხი ვარ, თუ ვიღაცები მაშინ იქ იყვნენ, მაგრამ დღეს ხო, ნუ მე არა, ისე რაც გულისხმობ. თუნდაც იმათი, ვინც მაშინ ძალიან დიდები იყვნენ, იმათი შვილები, მაგრამ ანუ ერთი უფრო შვილიშვილები, მე ესე ვფიქრობ, რომ დღეს ეგრე შორს იყო 80 წელი? შორს იყო კი. 40 წლის წინ იყო. მართალია, მე არ ვიყავი დაბადებული, ეხლა დავფიქრდი. არ მიფიქრია. ამიტომ ჩვენი მესმის. იმ თაობის შვილიშვილები დღეს დადიან თბილისი ოპერაში. მაგრამ ანუ ეს თავისუფლების სიყვარული შეიძლება თაობებს გადასცეს ზუსტად აქედანაც, ხო, რაღაცნაირად რომ რაღაც. თან იცი რა, საქართველოს საბჭოთა კავშირში ყოველთვის განსხვავდებოდა და იყო გამორჩეული თავისუფლების გარკვეული დონით. აი ჩვენთან როგორ რა კინოს იღებდნენ, რა მუსიკა კეთდებოდა, რა კონცერტები და ფესტივალები ტარდებოდა. შემდეგ ამ ფესტივალის მერე იყო ესეთი სტუდია ფირფიტების ჩამწერი მელოდია, ჩაწერეს ვაჟაზე იყო ხონგონი სადღაც თუ არ მახსოვს სად იყო სტუდია, მაგრამ მე ვცხოვრობ პეკინის ქუჩაზე
ქუჩაზე და იქ პეკინის ქუჩაზე იყო მაღაზია. მე ვოდა მახსოვს რომ შევდიოდი ტყიდულობდი. ხო, რაღაც მეც ეგრე პეკინი ვაჟი რაღაც ეგრე მახსოვს რომ რაღაც და გამოიცა ეს დისკი. ხო, დღეს ძალიან განსხვავდება თბილისი Open Air-ის პუბლიკა იმ პუბლიკისგან. ხო. თუმცა მე ვფიქრობ, რომ იმათ ვინც იმ კონცერტებზე დადიოდა, ზუსტად ესევე ურდათ თავისუფლება, ეს ხო, ეს მუსიკა აკეთებს ამას. აი ამ ბავშვს. ხო, რაღაცა გონია რომ ეგრე მოწყურებულები რო იყვნენ მაგ ამბავს, დღეს ის ადამიანები დღეს ამ ფესტივალზე მოვიდოდნენ. და შემდეგ უკვე 80-იანი წლების ბოლოსკენ ხო, როდესაც დაიწყო პერესტროიკა, უკვე რუსეთში, ჩვენთანაც, ბალტიისპირეთში გაჩნდა ძალიან ცნობილი ჯგუფები, აი როკ ჯგუფები, რომლებიც არიან იმ პერიოდის განუყოფელი ნაწილი. ერთ-ერთი ესეთი მაგალითად იყო ჯგუფი კინო თუ გაგიგია და ვიქტორ სოი. იცი რა ვიცნობდი? აი ეგ ხმები მოვიდა ჩემამდე და აი ცოტა მშურს, ცოტა არა, მაგრად მშურს უბრალოდ ვცდილობ არ შევიმჩნიო, იმიტომ შური მასწავლეს რომ ცუდი გზნობა. ხო, ამ ამბავს მოგიყვები, ეს არის ესეთი. მოდი თან ისი რა ვქნათ, თან ვიაროთ. თან ვიაროთ და დავათვალე. შევიდეთ. ცარიელი ბექსტეიჯს ნახო მაინტერესებს, იმიტომ რომ როგორ არის მოწყობილი, ბარემ ნახოთ, მე არტისტებითაც ნახოთ. კი ბატონო. მოგიყვები ვიქტორ სოი. კარგი, მაშინ გავაგზავნოთ სოიზე საუბარი. შემინიშნავს ბარეში მომწონს ჩემს საძოვრებზე შენი გლების თარეში დავხვდეთ ბარდებს რო ეძახდნენ რა, აი ავტორ შემსრულებლები და რო აი თვითონ რო წერს და გიტარაზე რომ ღერის ეგ, მაგრამ ეხა ყავს ბენდი ესთეტი ბიჭები, რომელიც ცალკე ესე ქვია ბენდს ესთეტი ბიჭები. უნდა რო თქვია, ძალიან კარგი ბენდი არის. მაგრამ როცა ბაჩოსთან უკრავენ ესთეტი ბიჭები. ესთეტი ბიჭები. ძალიან ესთეტიური ბიჭები არიან, ამას ბიჭები ყოფილვარი. ნახოთ. ბაჩოს ძალიან მეყვარს. და აი ნახავ რომ ძალიან მოგეწონება, იმიტომ რომ ბაჩუც პოეზიაა რა. არ ვიცი იმას დაუგრავს თუ არა, მაგრამ შეკვეთილზე კვარიათის მზე აქვს ეგეთი სიმღერა. მართლა. ჩვენ სტუდიაში ჩავწერეთ შარშან და აი ჩემთვის იყო რომ აი ყველა კვარიათში ყველა დასვენება გამახსენდა და ყველა მზის ჩასვლა კვარიათში. მე მოვუსმინე ძალიან მოგეწონება. ისე როგორ არის რომ მუსიკა ისევე როგორც სუნი გახსენებს რაღაცა სიტუაცია, სადაც იყავი, გატარებული დრო, ამას აკეთებს მუსიკა. გარდა იმისა რომ ათავისუფლებს აი ამ ემოციას ძრავს ხო ადამიანში და ეს არის მისი უდიდესი ძალა. ხო და თან ყველაზე საინტერესო რაც არის რომ ხშირად მსმენია რომ აი თვითონ მუსიკოსები რაღაცას რო წერენ, შეიძლება მაგას საერთოდ არ ფიქრობენ, მაგრამ მე ეს სიმღერა სხვადასხვა ემოციას ან შეიძლება შენ სხვა რამე გაგახსენოს. კი, აბარა. მე სხვა რამე და ცალკე დამოუკიდებელი სიცოცხლე აქვს შექმნილ სიმღერას, რომელიც ვისთან როგორ გადაიკვეთება რა გრძნობაზე. ხო, ეხლა ვიღაცა შეიძლება ხო, ბაჩოჯიქის კვარიათის ძეს მე შეიძლება უსმენდე, რომ გამახსენდეს ის ბედნიერი წუთები, რომელიც გავატარე კვარიათში ჩემს საყვარელ ადამიანთან და ვიღაცას შეიძლება გაახსენდეს ის ცუდი დღე, როცა ვიღაცას დაშორდა მზის ჩასვლისას კვარიათში. არა, მოდი არ დაშორდეთ ერთმანეთს მზის ჩასვლისას. არ დაშორდეთ. კვარიათში განსაკუთრებით. მინიმუმ მზის ჩასვლისას არ დაშორდეთ ესეთი. იცი რაზე ფიქრობდი მე ბორომ არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ დღეს აი პირველი ვინც გამოდის Open Air-ის სცენაზე იყო ლექსო რატიანი. და შეიძლება ამიტომ მე დავიწყე ფიქრი იმაზე რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში Beyond Open Air, აი ეს ორი დღე რაღაცებს ვივიწყებთ თუდად არ მომხდარა. არ ვივიწყებთ. არც ფესტივალის ჩატარება არ არის არაფრის დავიწყება. პირიქით ეს არცად არ მიდის, ხო? და ჩვენს გვინდა რომ რაღაცა ყველანაირად დაუჭიროთ მხარი იმათ, ვინც არ ვიცი, აპროტესტებს უსამართლობას. იმათ, ვინც დღეს უსამართლოდ პოლიტიკურად მოტივირებული რაღაცა ბრალდებებით არის ციხეში. მე ჩემი მხრივ დავამატებ რომ ბოდიში მაგას გაგეცნობდი, რომ ძალიან ხშირად ჩვენს ქვეყანაში აი არ ვიცი სხვა ქვეყანაში როგორ ხდება, მე ზოგადად რომ ხომ რომ
რომ ამბობ რომ ჩვენ ქვეყანაში იმიტომ ამბობ რომ არ ვიცი სხვაგან რა როგორ ხდება, მაგრამ მე რაც არ მომწონს ჩვენთან რაც ხდება ხოლმე, რომ როცა ეგ ძალიან ხშირად ადამიანები პროპაგანდა თუ რაღაცა ცდილობს გამიჯნეთ რაღაცა, რომ შენ ხარ მუსიკოსი, დაუკარი, შენ ხარ მხატვარი ხატე, შენ ხარ პოეტი, წერე და არ ეთანხმები ამას. არ ეთანხმები, ან პროფესიას ან მარტო ხელოვნებაზე არ არის, აი ინჟინერი რო ვიყო და ვაშენებდე ხიდებს. თუ ქვეყანაში ამ ხიდზე თავისუფალი ადამიანები არ დადიან, როგორ შეიძლება ამაზე არ წუხდე რა და იგივეა და მით უმეტეს შემოქმედებაში, იმიტომ რომ შთაგონება და იდეები, რომელიც მოგდის, არის სადაც ცხოვრობ და ეხლა როგორ შეიძლება კოლბაში ხო არ ხარ გამოკეტილი რა ადამიანი ხარ, ამიტომ ეგ მაგზემს ხო ყველაზე მეტად რა, შენ ძალიან ხშირად ხსმენი ალბათ, რომ ამიჯნეთ მუსიკოსებმა დაუკარგეთ. კი, ხელოვნება და პოლიტიკა უკრავ, მაგრამ თან არ არის ეს. უსამართლობაზე ვერ გამიჯნავ, იმიტომ რომ შენ ისევ და ისევ იმყოფები ამ სივრცეში და ძალიან ხშირად გარდა ამისა მუსიკა, ხელოვნება არის პროტესტის ინსტრუმენტი, სუპირიქით. როგ სცენას ეს თუ კი ვინმეს ესმის ეს, ხო თუ კი სადმე არის ხოლმე ეს პროტესტი, ზუსტად როგ სცენებზეა. როგ მუსიკოსები ყოველთვის იყვნენ ავანგარდში პროტესტის და ყოველთვის იყვნენ პირიქით თავისუფლების კომაგები. ასე რომ სოლიდარობა ყველას და თავისუფლება ყველა. სოლიდარობა, თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში. წელს აი შეიძლება ითქვას რომ რამენაირად განსხვავდებოდა სხვა ფესტივალს. საერთოდ არის ხოლმე ესე რომ აი წლევანდელი იყო განსხვავებული რაღაცით. კი, როგორ ყოველი წელი არის განსხვავებული რა. აბსოლუტურად ყოველი წელი არის განსხვავებული. წელს რითი განსხვავდება ალბათ ჯერ ადრეა, ცოტა ხანი გავიდეს, გავანალიზებ, ვიგრძნობ, მაგრამ იმის თქმა შემიძლია რომ რაღაცნაირი სიმშვიდეა. ვა, სმენელიც გაიზარდა, ყველა გაიზარდა ალბათ და არ ვიცი, ხო, აი ყველგან სიმშვიდეა რაღაცნაირი. მე ეხლა ამას ხედავ და მაგრამ მე იცი რა მომწონს, არ ვიცი სპეციალურად თქვენი ჩანაფიქრიც არის, რომ ქართველი არტისტები უკვე ჰედლაინერები გახდნენ რა. ან თავარი ჰედლაინერი. დიდი ხანია პრინციპში რა, დიდი ხანია პრინციპში. ნელა მიდიოდით მაკეთკენ რა. მაგრამ აი ხო ჩვენ ყველა ვთვლით, რომ ძალიან ბევრი არტისტია უკვე, ისეთი, რომელიც აბსოლუტურად ნამდვილ ჰედლაინერად შეიძლება დააყენო open air-ზეც, მაგრამ ნუ ახლა ფესტივალს თავის კომერციული ამბებიც აქვს და მაგიტომ მაგრამ დღეს კორძი არის ბოლო თავარი main თავარი headline-ირაც ის არის რა. კი, არა, ქართველი არტისტები, ძალიან ბევრი ქართველი არტისტი, ძალიან ბევრი სერიოზული ფესტივალის headline-ად შეიძლება დადგეს დღეს უკვე აბსოლუტურად. და ეს არტისტები ხო რეალურად რო დავფიქსდეთ open air-ზე გაიზარდნენ რა. Bedford Falls-ი რომელიც დავუშვათ პირველად 2016-ში ეგრე არ მიყვარს ეგ ლაპარაკი. ვიცი რომ არ გიყვარს, მე ვთქვია. open air-ზე გაიზარდნენ ნიშნავს რომ open air-ი ყოველდღე ტარდება და ისინი იჯდებიან და წელიწადში ერთხელ ტარდება open air. მოდი ესე ვიტყოდი რა, open air-ი და newcomer-ები არის შესაძლებლობა იმისა რომ შენ შემოქმედებაში ბოლომდე რეალიზდე, ოღონდ ეს არის რაღაცა პირველი ნაბიჯი ნახტო, მე სულ შენი გასაკეთებელია. აბსოლუტურად ეს რაც არის მათი დამსახურება. ჩვენ ვართ უბრალოდ იმ საწყისებში რაღაც მომენტში დავინახეთ ნაპერწკალი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომელიც მერე გრძელდება და ჩვენ მუსიკა ათავისუფლებს. Music breaks free. რას მოიცავს შენ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ჯერ ეს ერთი ხარ მუსიკოსი, გამოსულ ხარ ამ სცენაზეც და გარდა ამისა ხარ open air-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი. შენთვის რას მოიცავს? იმას რასაც, ხო, შეიძლება ბევრმა სხვადასხვანაირად იგულისხმოს, სხვადასხვა შინაარსს ჩადონ, ხო. იცი რა არის? ალბათ ყველაზე ახლოს არის ის მდგომარეობა, როდესაც შენ მუსიკას უსმენ, რაღაცნაირად როგორ აუხსნა ის თავისუფლება, როდესაც მაგ დროს გაქვს რა, არ ვიცი, აი ძალიან ძნელი ეხლა მაგის ახსნა, იმიტომ რომ სხვანაირი ტემპია ცხოვრების და მუსიკის მოსმენის სხვანაირი სტილი. ხო, რა ეს რო ჩემთვის მუსიკის მოსმენა არის რაღაცა ის გამოყოფილი დრო, რომელსაც არაფერი აღარ ეხება და მან ხარ თავისუფალი. ესეც შეიძლება ინდივიდუალურად გაგემოს. მუსიკა ათავისუფლებს არის პირდაპირ, რასაც ხედავ, აი, რასაც ეხა ჯავახია რომ ზეროდა და ხალხი რასაც ხედავს. ეს არის თავისუფლება. სრული. ჩემი თეორია ეგეთი რომ
შეუძლებელია იყოს საქართველოში ძალიან პოპულარული თუ არ მღები ქართულ ენაზე. უშინაც ვამბობდი მაგას. და ბევრი რაღაცით მტკიცდება ეგ რა. იმიტომ რომ Bedford Falls-იც კიდევ უფრო მასშტაბურად პოპულარული გახდა ქართულად რო დაიწყო სიმღერა. არა არის ალბათ აი ეს სიმღერები ყველა იცის ხალხმა ზეპირა. ეს რომ ინგლისურად ყოფილიყო შეუძლებელია რა ხალხს ესე აიტაცა. იმიტომ რომ კი იგივე მელოდია მოეწონებოდა და რაღაცა ხალხს, მაგრამ შეშობილ ხო რა ეგ არის რომ მაგის მჯერა მოკლედ რა. სხვათა შორის იცი რას ფიქრობდი? აი ხა რო უსმენდი ამ ჯგუფებს და მე ნუ კი ვიცი ხა ეს ჯგუფები, მაგრამ ისე არ უსმენ ესე ვთქვათ, ხო? და აქედან გამომდინარე არ ვიცი ტექსტები. და როკ ფესტივალი მე ესე მგონი ზოგადად ნებისმიერ როკ ჯგუფის კონცერტი არის ის მომენტი, როდესაც შენ გინდა რომ აყვებდეს. მაგა ორი დღე გავიდა, ბოლოს აი ახლა უკვე მოუჩადობა უკრავს და მერე კორსი გამოვა და დასრულდება ოფენია. ძალიან მაგარი ორი დღე იყო. ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი ვნახეთ. ვესაუბრეთ მუსიკოსებს, ორგანიზატორებს, ხალხს. შენგან მოვისმინეთ ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია. შენგან ბევრი მოვისმინე ჯგუფებზე. ძალიან საინტერესო. ხო და მადლობა უთხრათ იმ ადამიანებს, ვინც გვიყურა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს იყო პროექტ 64-ის და ერთი არხის კოლაბორაცია. თუ მოგეწონათ ეს კოლაბი, დაგვიწერეთ და აუცილებლად კიდე გავაკეთებთ ესეთ საინტერესო კოლაბორაციებს. მებოდა პროექტი 64 აუცილებლად. დიდი მადლობა, გამოყენეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე ყველგან და იარეთ ხოლმე თბილისი Open Air-ზე. ძალიან დიდი სიამოვნება. ეხლა მგონი უკვე გეთხოვა რომ ერთი სული გვაქვს ჩვენც მოусმინოთ. ხოლოდ მსმენელებად გადავიქცეთ და აღარ ჩავწერთ. ძალიან მაგარი ჯგუფი გამოდის. მოლჩადომა. ბელორუსები მოლჩადომა. მადლობა მეგობრებო. მადლობა. მაგა მოიცადე. მე არ დავიწყებია რომ შევედა მომიყვეთ ზოიზე. შენ როგორ გონი ეხლა ესე გაგიშვებდი? მითხარი რა. როგორი ამბავია. ეს არის სადღაც 80-იანი წლების ბოლო და მე მყავდა ერთი მეგობარი მოსკოვში, იუგოსლაველი იყო ეს გოგო, მოსკოვში და მე ვარ ზაფხულში ჩასული მოსკოვში. ამ ჩემ მეგობარს და ისე ვარ ჩასული ჩემ მეგობარში. და მეგობარი boyfriend იყო ბორის გრებეშიკოვი. ვაუ, ბორის გრებეშიკოვის ფიგურებს ამბავს. და ეს მივედი ჩემ მეგობართან სახლში და დავხტოთ ბეგენ და და ჩვენ კი პატარები ვართ, მაგრამ პატარები რა 19 წლის და ბორა გრებეშიკოვმა დამპატიმდა როგორც აი გუში საუბრობთ კვარტირზე არბატზე ვიღაცა სახლში აი ესეთ რაღაცა ისოუკადო პარტი. იქ მივედი უბედნიე წარმოიდგენე მებო 19 წლის გოგოები ეხლა მაგრამ ეს უკვე არის პერესტროიკის პერიოდი უკვე იცრებათ თავისუფლება და აი ამ პარტიზე აი ამ რაღაცა პარტიზე ხაცები არ მისწრები და იყო სოი რომელიც მე უკვე ისე მომწონს აი აიკონ არის აი აიდოლ არის ჩემთვის და რაღაცა აი აბსოლუტურად გაოგნებული სიყვარული და ეხება გაპარტორებული პლანები რაღაცა მომენტი გამიძახა და რაღაცა გამესაუბრა მე ძლის პრიორი სიტყვა მე ცოტა გადავიდა ეს რა მაგარი ამბავი მეორე დღეს რაღაცა ბაიკი ცოტა მაგადა გრებეშიკოვი საერთოდ არ გახსოვდა. არა, მისახსოვდა. რა შეგიძლია ისტორია? აუ, დაუჯერებელია. თან ეხა, სოი, უდიდესი შანსია რომ მაგალითად მოლჩადომას ერთ-ერთი შთაგონების წყაროა. იმ პერიოდში ვიქტორ სოი და ჯგუფი კინო იყო აი ამ გარდაქმნების სიმბოლო. თავისი სიმღერით, რომელიც გაჟღერდა ფილმში ასა, პირიმიერ გამაგარი იყო ჩვენი აი ვიზარიანი აი ამ ხაობის მე მაშინდელი ჩვენი ხაობის ჰიმნი. ой, მე იცი რომ ჩაწერა მიკროფონი არ მოგიხსნია? არა. მე მგონი ხა დავაწყო მიკროფონი და ისე გავაგზავნო მოხსნა.